მოხსნეს, იმიტომ რომ კრანს უნდა აეწია ბოლო კონსტრუქცია, მაგრამ ვერ აწიეს კრანი, ანუ სიმაღლე თვითონ ბოლო კონსტრუქცია, რომელიც ქონდა კრანს დაგებული, მოიხულა. ჯვარი გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძარს ბზობა დღეს მოხსნეს. გელათს როგორც კი მოუახლოვდები, ეს ქუჩა და სიცარიელე თავიდან მიგანიშნებს, რომ აქ არაფერი არ ხდება. ტაძარში ვერ შევალთ, ეს კარი დაკეტილია. სხვა შესასვლელი არ ვიცი აქვს თუ არა ტაძარს, მოუვლეთ. რკინის კონსტრუქციების ნაწილი დასაწყობებულია ეზოში, ვიცით რომ ამწე გაფუჭდა. და კაი ხანია ოღონდ ეს ამწე გაფუჭებულია, ფაქტია რომ ისევ არ მუშაობს. ტაძარზე მე-19 საუკუნეში დადგმული ჯვარი მალევე საკურთხეველში გადაიტანეს. ახლაც იქაა თუ არა არ ვიცით. მას შემდეგ რაც ძეგლის რეაბილიტაციის საკითხი საპატრიარქომ გადაიბარა, ტაძარიც და მიმდებარე სამუშაოებიც დაიხურა. ბზობა დღეს ამ აღდგომას გუმბათს მოხსნეს ჯვარიც. და დააკვირდებით რომ გუმბათს ჯვარი აღარ უკეთია და გადახურულია რაღაც არ ვიცი რითი. ამდენ შეიძლება ისიცავდეს, იმიტომ რომ ღიობი დარჩენილია ჯვრის ადგილას ცხადია. თავარი ტაძრის დროებით გადახურვას თითქმის 1 წელია აწყობენ, მაგრამ ფაქტია რომ ტაძარი შეფუთული არ არის. ამ სამუშაოებს გელათის ისტორიული ძეგლისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. სწორედ გადახურვის შემდეგ გაიხსნება ტაძრის ჭერი, განიავდება შიდა სივრცე, აორთქლდება წლობით დაგროვილი ნესტი და დაზიანებულ მხატვრობაზე მუშაობაც ამის შემდეგ უნდა დაიწყოს, მაგრამ არა, აქ ისევ არაფერი ხდება. რამდენი ხანია რომ აღარ მუშაობს ამწე? ბზობა დღის შემდეგ. ბზობა დღის შემდეგ. ჯვარიც ბზობა დღეს მოხსნეს, ხო გუმბათს? თუმცა ქართული ოცნების პრემიერი ერთი თვის წინ გვარწმუნებდა, რომ გელათში ყველაფერი რიგზეა და ტაძარმა გამოშრობა დაიწყო. როგორ? თუ ისევ ჯერ არ გადაუხურავთ. ეს ვითარება არის სრულიად განსხვავებული, არის უკვე ჩატარებული უზარმაზარი სამუშაოები და რაც თავარია ეს სამუშაოები არის სწორად დაგეგმილი. გელათის რეაბილიტაცია 15 წელია გრძელდება. ამდენივე წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ძეგლი რამაც დააზიანა, სწორედ პოლიტიკური კონტექსტი და ტყუილებია. გადაბრალება, დაუდევრობა, უყურადღებობა, არაპროფესიონალიზმი. ყველაფერმა ერთად მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანა. რეაბილიტაციის მესამე ეტაპს ახლა საპატრიარქო ხელმძღვანელობს. პასუხიც მათ უნდა მოვთხოვოთ. რატომ არ მუშაობენ ინტენსიურად? გაზაფხულის წვიმამ ისევ რატომ გადაიარა გელათის თავზე და სხვა მრავალი. ამწე ხო გაფუჭებულია? კი, გაფუჭებულია, მაგრამ ის უცდიან იმას მეორე კრანს. ხო და როდის უნდა იყოს ეს მეორე კრანი, ხო არის? დღე-დღეზე. თქვენ ეტყოდით რომ ჩვენ აქ ვართ და შიგნით შემოსვლა გვინდა, გვიშვამდგომლებთ? დაცვა მალევე უარით გამობრუნდა. გითხრა რომ წინამძღვარი ტაძარში ვერ შეგვიშვებს. არაო? რატოო? მე არაფერს ვერ შეგვიშვებ. მესამედაც უარია. ტაძარში ვერ შევალთ რომ ვნახოთ და გიჩვენოთ დაზიანებული მოზაიკა, ღვთისმშობლის ფრესკა და ტაძრის სრული მხატვრობა, რომელიც ნესტისგან ლპება, ობდება. მამა კირიონი, ვინც ასე ვთქვათ, ამ სამუშაოებს ხელმძღვანელობს, საპატრიარქოს გადაბარდა სრულად. ჯერჯერობით ჩვენს არებს არ პასუხობს. კირიონი გემახსოვრებათ დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სპეცოპერაციაში გარეჯი საქართველოა. გარეჯი სულ საქართველო იყო და ახლაც ასეა, მაგრამ ამ ამბიდან 5 წლის შემდეგ უდაბნოს მონასტერში მომლოცველები ისევ ვერ ადიან. ტერიტორიას აზერბაიჯანული მხარე აკონტროლებს. ქართულ ოცნებას გარეჯი სულ აღარ ახსოვს. გელათსაც მიივიწყებდა, მაგრამ არ გამოდის. ანუ მომლოცველებსაც არ შემოუშვებთ დღეს? მომლოცველებს რო უნდათ შემოსვლა? არა ხო? ამ დღეს ტაძარში არ შეუშვეს არც ტურისტთა ჯგუფი, მაგრამ სასულიერო პირების პირადი სტუმრები კი. აქ კიდევ ბევრი ვინმე შევა, მაგრამ მხოლოდ მღვდლებთან ნაცნობობით. სახლი არის პირადი საკუთრება თუ ტაძარია?
ხო, მაგრამ აბა ეგრე შეიძლება? თუ არ შეიძლება არავისთვის შეშვება, ახლა რატო შეიყვანა? რეპორტაჟში შაბათის ფორმულა იყენებს აიფაქტის ვიდეო და ფოტომასალას. გამომძიებელი ჟურნალისტები ტაძრის სავალალო მდგომარეობის შესახებ საგამოძიებო ფილმებს ინტენსიურად ამზადებენ. ბოლო 15 წლის განმავლობაში ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ძეგლი გახდა იმდენი თავდასხმის, უსამართლობის და არაპროფესიონალიზმის მსხვერპლი, რომ რთულია ასეთი დამოკიდებულების შემდეგ გჯეროდეს, რომ თითქოს ახლა ყველაფერი რიგზეა. პირდაპირ ინფილტრაციის შემთხვევა არ არის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე იმედი უნდა გქონდეს იმ კუთხით, რომ არ აზიანებს ახალი გადახურვა ტაძარს, რამდენადაც კონდენსატის პრობლემაა, რამდენადაც არის იმის პრობლემა, რომ დასველებული, ასე ვთქვათ, შემავსებელი მასალა ამარილებს, გამომარილებას აკეთებს ფრესკაზე, კედლის მხატვრობაზე და სწორედ ეს აზიანებს შემდგომში მთლიანად კედლის მხატვრობას. ევროპა ჩვენი სახლიას დამფუძნებელი თორნიკე ბარათაშვილი გელათის ტრაგედიას იცნობს პირველივე დღეებიდან. იცის ყველაფერი, ვინ რა მიქარა, რა არ გააკეთა, რა გააფუჭეს და რა საფუჭებენ ახლა. შემუშავდა პროექტი აქ და აქ შემუშავებულ პროექტზე დაიწყეს მუშაობა გერმანელებმა, ხო? და გერმანელების შემოთავაზებული პროექტიც გაიხსენეს ზეგან თვით თქვენ, როდესაც შესთავაზეს ადრე. აი თუ ესე ვიკითხავ, რომ ის მაშინ იმ პროექტზე რო თანხმობა ყოფილიყო, მოვიდოდით ამ მდგომარეობამდე? პირველ რიგში მოვიგებდით ძალიან დიდ დროს, რა თქმა უნდა, ამას ექსპერტიზა დაჭირდებოდა იუნესკოს თანხმობა და შემდეგ, მაგრამ წლების შემდეგ ხო მაინც იგივე პრინციპს მიუბრუნდნენ, ხო? და მიუბრუნდნენ საკმაოდ არასწორი მიდგომებით, მიუბრუნდნენ იგივე სტილით, რასაც ამუშავებდა სააგენტო. პრინციპში აქ არ იცვლება ამ კვალიფიკაციის საკითხი, პროფესიონალიზმის ნიშანი არ შემოდის, სწორედ ეს არის ხელშემშლელი იმაში, რომ აი რასაც ხედავთ, რომ ჯერ კიდევ უპერსპექტივოდ გამოიყურება სურათი, ასე რომ თუ კი გერმანელების მაშინდელი შემოთავაზება იქნებოდა მინიმუმ ანგარიში მიღებული, ჩვენ მოვიგებდით დროს, მაგრამ მე შეგახსენებთ, რომ მაშინ იყო ფაზა, როდესაც სახელმწიფო ჯერ კიდევ ცდილობდა აქტიურად, რომ აქ არსებული მძიმე მდგომარეობა მინიმუმ გაეუბრალოებინა. ხელისუფლება ცდილობდა რაღაცა პარტიული პოზიციებიდან, რაღაცა თავისი, ასე ვთქვათ, გადარჩენის მიზნით აი იმ რეპუტაციის გაეწირა გელათი. ამას ვამბობ მე ძალიან ღიად და პასუხისმგებლობით, იმიტომ რომ ახლა დიდი დროის ნაწილი მაქვს აქ დაყოფილი და ზუსტად ვიცი რა ეტაპი როგორ ხდებოდა რა. მანამდე იყო 5 წლიანი არაპროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის ნაკლებობის, უპასუხისმგებლობის, უგულობის ფაზა, რასაც რეაბილიტაციის ფაზა ქვია, შემდეგი წლები არის უკვე მთლიანად მიტოვების ფაზა, რა ვიცი, რასაც ალბათ ღალატის ფაზა ქვია. ტაძრის ეზოში რკინა ბეტონი აწყვია. იმისთვის რომ აქ ეს მძიმე ტექნიკა შეეყვანათ, მიწას ქვაღორღი დააყარეს. თითეული სანტიმეტრი არის არქეოლოგიური ზონა. და ხო ხედავთ ახლა რა ხდება იქ. და აქ არის ტონობით ხორღი დაყრილი, იმიტომ რომ უბრალოდ ტალახი იმ სიღრმის იყო, რომ გადაადგილება ჭირდა რა. და ამ მძიმე ტექნიკით სიარული აქ. ამდენი ხნის მანძილზე. რა ხელს დაატყობს არქეოლოგიას? ხო, იოლი წარმოსადგენია. რეაბილიტაციას ხან ერთი, ხან მეორე, ხან მესამე მინისტრი ხელმძღვანელობს. ვისი რა ბრალია, ვისი პასუხისმგებლობაა ტაძრის შიდა თუ გარე სივრცის დაზიანება? ეს კითხვები ლეგიტიმურია. პასუხი კი ერთია. ბრალია ქართული ოცნების. გამოშვების პროცესის დასრულების შემდეგ, რაც აი ძალიან ესე უხეშად რო ვთქვათ, რაც დარჩება, აი ეს გადარჩება. ხო და გამოშვების პროცესი ხო დიდი ხნის წინ უნდა იყოს ახალისებული. ახლა პრემიერი, ეგრეთ წოდებული, მან თქვა, რომ გამოშვების პროცესი აქტიურ ფაზაშია. აი ერთხელ ვინც შეხედავს ახლა ამ ძეგლს, შეიძლება ვინმე თქვას, რომ გამოშვების პროცესი არათუ აქტიურ ფაზაშია, დაწყებულიც არის, გადახურული არ არის ძეგლი და რომელ გამოშვების პროცესზე არის აქ საუბარი. მან უნდა იყოს 24 საათიანი ბრიგადა, 24 როგორც უნდა ისე გაიგონ. რაც უნდა მან უნდა იყოს გამოცხადებული, როდესაც ავატყოფი წევს პალატაში ზოგადი შეფასება მისი მდგომარეობის არის დანაშაული. საჭიროა ზუსტი ანალიზის გაკეთება. ამის საფუძვლების გვაქვს ყველაფერი, ზოგადად დამოკიდებულებას, რასაც მეკითხები თქვა, ხო არის ისევ გადადისეს ცინიზმში, ისევ გადადისეს ფარისევლობაში, როდესაც შენ კარგავ ქრესტომატიულ ძეგლს კარგავ. აღარ ფქვილად იქცა ეს ჩვენი კედლის მხატვრობა. ქართული ხუროთმოძღვრების ზეგლი, რომელმაც თითქმის 10 საუკუნეს გაუძლო და ჩვენამდე მოიტანა ჩვენი იდენტობა და დიდებულება. ახლა ასეა, რკინებ აცმული, ჯვარ მოხსნილი, ფრესკებ დაზიანებული და არავინ იცის, როდის დასრულდება მისი წამება.